მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მკრობელი. ეს არის მეფე თამარის სრული ტიტული, რომელსაც მემატიანე გადმოგცემს. 2013 წელი საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებით თამარ მეფის წლად ცხადდება. სწორედ თამარის მეფობის პერიოდს ეწოდა ოქროს ხანა, რომლის დროსაც საქართველომ აღმავლობას მიაღწია. ოქროს ხანაზე საქართველოს ერთიანობაზე, სიყვარულზე, პატრიოტიზმზე და მეფე თამარის ხვაწლზე საუბრობდნენ დღეს მეექვსე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც აუდიტორიას ლექსები და სიმღერები საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნეს და პედაგოგების ნინო ჯახიასა და მაია დარასელიას დახმარებით მაყურებლამდე ასე მოიტანეს. ღონისძიება ძალიან კარგად ათავდა და ყველა მასწავლებლს დიდი მადლობა სუხდი რომ შემოფასდა და დიდი მადლობა. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ აღდგომა სენაგის ბავშვთა სახლში შევხვდი ეს დღე დაუწყარი იქნება ჩემთვის. ქართულმა ეკლესიამ მეფე თამარი წმინდანად შერაცხა. მართლმადებლური ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფის ხსენების დღეს 31 იანვარს აღნიშნავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი სრულდება. ღონისძიებას, რომელიც თამარ მეფეს ეწყვნებოდა, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ ჭანტურია ესწრებოდა. თამარის წლად არის განუცხადებული ეს წელი. მეექვსე სკოლამ ძალიან საინტერესო კომპოზიცია წარმოადგინა მეორე კლასელებმა. წმინდა თამარ მეფე იქნა წარმოჩენილი მთელი საქართველოს ისტორია, ჩვენი წარსული, ჩვენი სარწმუნოების საკითხებზე. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს. მინდა მოულოცო ქართულ ხალხს ეს დღესასწაული და ვუსურვო, რომ წმინდა მეფე თამარი ფარავდეს სრულიად საქართველოს გააერთიანოს და გააძლიეროს ქვეყანა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ამავე კლასის მოსწავლეები რამდენიმე დღის წინ სენაკის ბავშვთა სახლში იმყოფებოდნენ და თანატოლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.